Ჩვენ ხედავთ მდინარე არაქსს, რომელიც ყოფს სომხეთსა და აზერბაიჯანს ირანისაგან. ეს მდინარე არის ისტორიული საზღვარი ჯერ რუსეთის იმპერიისა და სპარსეთის იმპერიის და შემდგომ ამ ორი ქვეყნის ირანთან. ეს საზღვარი არის ისტორიული საზღვარი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საზღვარი მდინარე არაქსზე დადგინდა ჯერ კიდევ 1813 წელს გულისტანის ხელშეკრულებით, როდესაც რუსეთის იმპერიამ სპარსეთის იმპერიას წაართვა სამხრეთ კავკასიის ტერიტორიები, მათ შორის მთლიანად დღევანდელი აზერბაიჯანი, ნახიჩევანის გარდა და სომხეთის ნაწილი, კონკრეტულად სიუნიკის პროვინცია. შემდგომ უკვე 1828 წელს ხელი მოეწერა უკვე ხელშეკრულებას თურქმენჩაის შეთანხმებას, რომლის მიხედვით უკვე ერევნის სახანო და დანარჩენი სომხეთის ტერიტორია დაიკავა რუსეთის იმპერიამ. ეს არის დრო, როდესაც შეიძლება ვთქვათ, სპარსეთის იმპერიამ საბოლოოდ დათმო კავკასია და ის გადავიდა რუსეთის იმპერიაში და შეიძლება ესეთი შეფასება მივცეთ, რომ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის ჩამოშალა ეგრეთ რკინის ფარ და ამის შემდგომ ჩვენ მაგალითად ქართველებს დიდად არ გვაინტერესებდა რა ხდებოდა ახლო აღმოსავლეთში, რა ხდებოდა თეირანში, ისპაანში, ანკარაში, ბაღდადში. ესეც მოგვიყვება საზედაც დამოკიდებული საუკუნეების განმავლობაში თუ გახდებოდა ამერიკაში მას გადაწყვეტდნენ ამ სივრცეში არსებული მაშინდელი სახელმწიფოები და აქედან იწყება გარკვეულწილად კავკასიური ხალხების ხედვა დასავლეთისკენ, ევროპისკენ და დასავლეთის ამ პერიოდიდან. მდინარე არაქსი ორად ყოფს აზერბაიჯანელ ხალხს, ნაწილი როგორც მოგეხსენებათ დღეს ცხოვრობს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ნაწილი ირანში და ზოგიერთ ვთქვათ ნაციონალისტურ ჯგუფებში მდინარე არაქსი მიიჩნევა აზერბაიჯანული ერის ტრაგედიად. გამომდინარე იქიდან, რომ აი ეს მდინარე არის საზღვარი, ეს საზღვარი ყოფს ამ ხალხს ორ სახელმწიფოში. დიდი ვეზირის მორიგი ეპიზოდი მოგესალმებათ ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფნიდან. თქვენ კადრებში ხედავთ სომხეთის სასაზღვრო დაბას ირანთან, დაბა მეღრის და მის ყოფილ რკინიგზის სადგურს, სადაც ფართო პერიოდში მოძრაობდა მატარებელი. აქ თქვენ ხედავთ მდინარე არაქსის ხეობას, როგორც ხედავთ საკმაოდ კლდოვან მთებს შორის მდინარე არაქსი და აი ამ შემთხვევაში ზანგეზურის დერეფანი, იგივე მეღრის დერეფანი და შეიძლება სიუნიკის დერეფნის სახელითაც შეგხვდეთ სომხურ წყაროებში. თვითონ ეს დერეფანი, სარკინიგზო დერეფანი, რომელთაც შემოქმნილია ელმავლებით, თქვენ ხედავთ ძნელ ელმავლებს. ეს დერეფანი საბჭოთა კავშირის პერიოდში გაკეთდა, კონკრეტულად 1951 წელს დასრულდა ამ დერეფნის მშენებლობა, რომელიც მოიცავდა ქალაქ ჯოლთადან იწყებოდა, რომელიც დღეს არის ნახიჩევანის სასაზღვრო ქალაქი ირანთან და ჯოლთადან ჩადიოდა ბაქოში, მთლიანად საბჭოთა კავშირისა და ირანის საზღვარს. ბუნებრივია, ეს არის ეკონომიკური მნიშვნელობის, სავაჭრო მნიშვნელობის სარკინიგზო მარშრუტი. ეს თავიდან იყო სამხედრო დანიშნულების გზა, რომელიც გამოიყენებოდა სამხედრო შეიარაღების გადასატანად, ასე ვთქვათ, ერთის გადასატანად და ეს პერიოდიც ნიშანდობლივია იმით, რომ მეორე მსოფლიო ომი უკვე დაწყებულია, ასე ვთქვათ, რისკები იმისა, რომ ირანიდან გარკვეული საფრთხეები წამოვიდა საბჭოთა კავშირის გარსეულთა გამომდინარე იქიდან, რომ ირანი მაშინ ფაშისტურ გერმანიასთან. ამიტომ ასე ვთქვათ, პრევენციული მიზნით ეს სამხედრო გზა გაკეთდა და შემდგომ უკვე, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა ირანში საბჭოთა ინტერვენცია და ბრიტანული ინტერვენცია ზუსტად აი ამ ირანული საფრთხის გასანეიტრალებლად, აი ეს დერეფანი იქნა გამოყენებული სამხედრო თვალსაზრისით და აი ამ ადგილებიდან იქნებოდა ნახიჩევანის მხრიდან და აზერბაიჯანის მხრიდან მოხდა ასე ვთქვათ საბჭოთა ინტერვენცია ირანში და საბოლოოდ ეს ინტერვენცია მაშინ დასრულდა ასე ვთქვათ თეირანის ოკუპაციით. ეს ოკუპაცია გაგრძელდა 1946 წლამდე, როდესაც საბოლოოდ სტალინმა მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა ირანის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე. პერიოდში არსებობდა
ზანგეზურის დერეფნის ალტერნატიული სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც აზერბაიჯანის მაშინდელი აზერბაიჯანის SSR-ს აკავშირებდა ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქთან, რომელიც გადიოდა, იწყებოდა ქალაქ ქაზახიდან ჩრდილოეთ აზერბაიჯანიდან, შემდეგ გადადიოდა სამხრეთში ქალაქ იჟევანში, იჟევანიდან ვანაძორში და ვანაძორიდან მერე უკავშირდებოდა ერევნის გავლით ნახიჩევანს, რომელიც უკვე მოგვიანებით 80-იან წლებში აშენდა. როგორც თქვენ კადრებში ხედავთ, ზანგეზურის დერეფანი არის მდინარე არაქსის საკმაოდ ვიწრო ხეობა, კლდოვან მთებს შორის მოქცეული. თქვენ პირდაპირ მოსჩანს მიტოვებული ინდუსტრიული ზონა, რომელიც დიდი ალბათობით საბჭოური პერიოდისაა. ამ ინდუსტრიული ზონის უკან ასევე ხედავთ გამწვანებულ არეალს, რომელიც თავად მდინარე არაქსის ჭალებია. ამ ჭალებში ძირითადად გაშენებულია ხილნარი, მაგრამ მთავარი კულტურა აქ არის ბროწეულის ხე. სულ რამდენიმე კილომეტრში ამ ადგილიდან არის სოფელი, რომლის მოსახლეობაც კრებს ამ ბროწეულს და ამ სოფელში არის ბროწეულის ჩამბარებელი პუნქტიც. ჩვენ ამ შემთხვევაში მივემართებით აზერბაიჯანის საზღვრისკენ. გამომდინარე აქედან, სულ რამდენიმე 100 მეტრში შეგვხვდა სომხური საგუშაგო, რომლის იქითაც გადაღება აკრძალული იყო, ამიტომ იქით გზა აღარ გაგვიგრძელებია. აქ უკვე გამოჩნდება თავად მდინარე არაქსიც და მის ნაპირზე თქვენ დაინახავთ სომხეთისა და ირანის დემარკირებულ საზღვარს ორ ზოლად. ერთი ძველი გაკეთებულია, რომელიც ასევე სავარაუდოდ საბჭოური პერიოდისაა, ხოლო მას პარალელურად მიყვება უკვე ახალი მავთუხლართებით გაბმული საზღვარი. როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ გაფორმებული ეტოდებული დეკლარაციას მოეწერა ხელი აზერბაიჯანს, სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ვაშინგტონში. ამბობს სამი ლიდერი, ილჰამ ალიევი, ნიკოლ ფაშინიანი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ, სადაც ფარები შეთანხმდნენ, რომ ეს ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფანი 99 წლის ვადით ლიზინგის წესით გადაეცემა შეერთებულ შტატებს და აი ამ დერეფანში კერძო კონტრაქტორები გააკეთებენ სინთეზს და ასევე ახსენები იყო ის, რომ ეს დერეფანი შედგება მესამე მხარის მიერ. მარკეტინგი საფრთხეების რა ქვეყნები შეიძლება იყოს ამ დერეფნის მომხმარი თურქეთი და ნომერ პირველი აზერბაიჯანი. მაგრამ აქ უნდა დავსვათ თავარი კითხვა, რა შინაარსის იქნება ეს დერეფანი, იქნება ეს სავაჭრო დერეფანი თუ სამხედრო თვალსაზრისით, სამხედრო შინაარსის პოლიციის თავის დროზე, როგორც ახსენე საკუთრებაში ამ შინაარსით აშენდა ეს დერეფანი. თუ კი ამ მემორანდუმის შინაარსს ჩავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ სომხეთით მოაქვს საკუთარ ექსკლუზიურ უფლებას სატრანზიტო სივრცეზე და მხოლოდ რაღაც მიზერულ, ასე ვთქვათ, მონაგებს თანხდება, იქ ნახსენები არ იყო თუ რა პროცენტული წილი ერგება ამ ტრანზიტის შედეგად სომხეთის სახელმწიფოს და ფართოდ თუ შევხედავთ სურათს, ასე ვთქვათ, თუ ამ შემთხვევაში სომხეთის ლიდერშიპის ხელმძღვანელობის სურვილი იყო საკუთარი სატრანზიტო ფუნქციის დაბრუნება და ამ მიზნით მან ასე ვთქვათ ცდილობა დაამყარა მის ორივე მეზობელთან, როგორც აზერბაიჯანსთან და ასევე თურქეთთან. ეს პროცესი მიმდინარეობს ბოლო წლებია. ჩვენ შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ფუნქციას ის ვერ იბრუნებს ამ შემთხვევაში. თუ კი მას სურდა სატრანზიტო ფუნქციის შეძენა ამ ორ ქვეყანას შორის, აი ჩემს მიერ ნახსენები სარკინიგზო მონაკვეთი შედარებით უფრო ოპტიმალური იყო ეს ქაზახი, იჟევანი, ვანაძორი, ერევანი, ყარსის მონაკვეთი. თუმცა როგორც ხედავთ, შეიძლება ვთქვათ, რომ აქაც გაიმარჯვა თურქულ-აზერბაიჯანულმა ინტერესმა და მათი სურვილი სულაც არ არის, რომ საკუთარი პირთები მოძრაობდეს სომხეთის ტერიტორიაზე
წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თანახმანი იქნებოდნენ აი ამ ჩრდილოეთის მარშრუტის ამოქმედებაზე. სხვათა შორის ეს ჩანაწერი ამ ჩრდილოეთის სარკინიგზო მარშრუტის შესახებ იყო 2020 წლის დეკლარაციაში, როდესაც ასე ვთქვათ ყარაბაღის მეორე ომის პირველი ფაზა დასრულდა. იქ ნახსენები იყო, რომ შეიძლება ასე ვთქვათ ეს ქაზახი ჟევანის მონაკვეთის აღდგენა მომავალში მოხერხდეს. ანუ ეს იყო გარკვეულწილად შეიძლება ვთქვათ ასე ვთქვათ რუსული ინიციატივაც. ბუნებრივია ზანგეზურის ერეფნის შეერთებული შტატები გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს, ის გარკვეული პროცენტულობით სატრანზიტო მოსაკრებელს აკრებს, თუმცა ეს არ არის მისი მთავარი მიზანი, ასე ვთქვათ, დანიშნულება მისი მონაწილეობის ვაშინგტონის შეთანხმებაში. შეიძლება ვთქვათ, რომ იმისათვის, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანს თავიდან აერიდებინა პირდაპირი კონტროლი ამ ტერიტორიაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ეს გამოიწვევდა სომხეთში დიდ უკმაყოფილებას, აი მაგალითად ვთქვათ, რომ ეს პირდაპირი კონტროლი დაემყარებინა აზერბაიჯანის ამ ტერიტორიაზე ამქინდა თურქეთს. ამიტომ ამ კუთხით მოიძებნა შუამავალი შეერთებული შტატები და შეერთებულმა შტატებმა შეიძლება ვთქვათ, პირდაპირ ვერ ვიტყვით, მაგრამ შეიძლება ესე იგი ვთქვათ, რომ ჩაანაცვლა ამ შემთხვევაში რუსული მხარე გამომდინარე იქიდან, რომ 2020 წლის აკუნთიან შეთანხმებაში ერთ-ერთი ბოლო ჩანაწერი იყო, რომ ზანგეზურის ერეფნის გახსნის შემთხვევაში ამ ერეფანს დააკონტროლებდა რუსული მხარე კონკრეტულად ერეფნის სამსახური. რომ ნაუბრუნდეთ ვაშინგტონის დეკლარაციას, ამ დეკლარაციაში შეტანილი განხორციელდა რეალობაში და მართლაც ზანგეზურის ერეფნის პრობლემა გადაიჭირა მაღალი ალბათობით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს სატრანზიტო ერეფანი ვერ იქნება გამოყენებული გამომდინარე იქიდან, რომ აბრეშუმის პროექტის განხორციელების წელი არსი ის იყო, რომ ჩინეთს თავიდან აერიდებინა ის გეოგრაფიული არეალები, ის ემოტრის საზღვაო არეალები, სადაც და ჩინეთის საგარეო კონკრეტულად საზღვაო ვაჭრობა შეზღუდოს. ამიტომ იყო, რომ ჩინეთს იგა, რომ საფრანგეთის ეკონომიკები აკეთებინა, რომელიც მას პრაქტიკულად ისტორიულად გააჩნდა. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კი ეს ტერიტორია იქნება შეერთებული შტატების კონტროლ ქვეშ, მაშინ ეს აბრეშუმის გზის ეს მონაკვეთი, რომელიც გაივლის სამხრეთ კავკასიას, შეიძლება ახლო აღმოსავლეთით უწოდოთ, ვერ იქნება გამოყენებული ჩინური მხარის მიერ. ამიტომ ჩვენ მივდივართ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ვაშინგტონის დეკლარაციით პოტენციურად ზანგეზურის ერეფანი იქნება თურქულ-აზერბაიჯანული პროექტი. ამერიკეთის მიერ გამოყენებული და შეიძლება დამატებითად ვახსენოთ ცენტრალური აზიის ქვეყნები. ვაშინგტონის დეკლარაციაში ნახსენები იყო არამხოლოდ სარკინიგზო მარშრუტი, არამედ შესაძლებლობა იმისა, რომ ამ ერეფანზე გაიაროს მილსადენებმა და ნავთობსადენებმა. ამ შემთხვევაში ამას იქნება სავაჭრო ერეფნის ხასიათი და იქნება მილსადენები და გასადენების ალტერნატივა გადის საქართველოს ტერიტორიაზე და პოტენციურად ეს მილსადენები შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იყოს გასადენი, ეს გასადენი მომარაგებს აღმოსავლეთ თურქეთს. ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ერდოღანის ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია აღმოსავლეთ თურქეთის ეკონომიკური განვითარება. ყველაზე ჩამორჩენილი ეკონომიკური სივრცე თურქეთის შემადგენლობაში, ამიტომ დამატებით რესურსები, იქნება ეს გაზი, ელექტრიფიკაცია და შემდეგ თურქეთის ინტერესში შედის. 2022 წელს, სანამ თურქეთის რესპუბლიკას 100 წელი შეუსრულდებოდა, თურქეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა საგარეო პოლიტიკის აღწერი დოკუმენტი სახელწოდებით თურქეთის საუკუნე. მისი მიხედვითაც შემდგომი 100 წლეული უნდა იყოს თურქეთის სწრაფი განვითარების საუკუნე, როდესაც თურქეთი შეძლებს საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული გავლენების გაფართოებას მსოფლიო მასშტაბით. ამ დოკუმენტში გაწერილია ეგრეთ წოდებული დედლაინები, როდესაც თურქეთმა განვითარების გარკვეულ საფეხურებს უნდა მიაღწიოს. პირველი ასეთი დედლაინია 2053 წელი, რომელიც ემთხვევა ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის აღების 600 წლის თავს, ხოლო მეორე ასეთი დედლაინია 2071 წელი, რომელიც ემთხვევა მანასკერტის ბრძოლის 1000 წლის თავს, როდესაც
თურქ-სელჩუკებმა საბოლოოდ დაიმკვიდრეს თავი ანატოლიაზე, მცირე აზიის ნახევარკუნძულზე. ამ დოკუმენტში ნახსენებია ის, რომ მომავალში თურქეთი უნდა გახდეს მაღალტექნოლოგიური სახელმწიფო, რომელმაც მყარად უნდა დაიმკვიდროს ადგილი დიდ ოცეულში. ასევე თურქეთს პრეტენზია აქვს გაეროს რეფორმაციაზე სახელწოდებით მსოფლიო მეტია ვიდრე 5, რის მიხედვითაც თურქეთი თვლის, რომ დღეს არსებული გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი 5 წევრი ქვეყნის რაოდენობა უნდა გაიზარდოს და მომავალში ერთ-ერთი ასეთი წევრი უნდა იყოს თურქეთი. თუმცა ამ დოკუმენტში ნიშანდობლივია თურქული ღერძის შექმნის პოლიტიკა, რის მიხედვითაც თურქეთმა მომავალში მულტიპოლარულ სამყაროში მაქსიმალურად ბევრი მოკავშირე უნდა შეიძინოს. თუმცა პირველ რიგში პრიორიტეტული თურქული სახელმწიფოებია, ამ შემთხვევაში აზერბაიჯანი და ცენტრალური აზიის თურქული სახელმწიფოები. შესაბამისად, ზანგეზურის დერეფანი შეიძლება განვიხილოთ თურქეთის ამ ფართო საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ წამყვან პროექტად, რომელიც პრაქტიკაში ქმნის ხიდს მასსა და აზერბაიჯანს და ცენტრალურ აზიას შორის და მომავალში საფუძველს უქმნის თურქული ერების და თურქული სახელმწიფოების გლობალურ დონეზე პოლიტიკური ერთიანობის ჩამოყალიბებას. რაც მე დასაწყისში ვახსენე, რომ თავდაპირველად ეს სარკინიგზო დერეფანი გაიხსნა სამხედრო მიზნებით საბჭოთა კავშირის პერიოდში. გამომდინარე აქედან ეს დერეფანი ინარჩუნებს ამ შინაარსის პოტენციალს და ქმნის პირდაპირ საფრთხეს ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მდინარე არაქსის გადაღმა თითებსაც ეხლა ხედავთ კადრში, ეს არის ირანის ტერიტორია, სულ რამდენიმე მეტრი აშორებს ზანგეზურის სარკინიგზო პოტენციურ სარკინიგზო დერეფანს ირანის სახმელეთო ტერიტორიასთან, ამიტომაც ჩვენ ნახეთ საკმაოდ ხისტი რეაქცია ირანის მხრიდან, რომ ის არ დაუშვებს ამ დერეფის განხორციელებას და რატო? თუკი აქამდე ისტორიულად ეს იყო რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო სამხედრო გზა, ეს აი ამ ვაშინგტონის შეთანხმებული დეკლარაციის მიხედვით პრაქტიკულად ეს გადადის თურქულ სახელმწიფოების მფლობელობაში. შეიძლება ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე თუნებრივია იყოს ისრაელი, გამომდინარე იქიდან, რომ ისრაელს აქვს საკუთარი სადაზვერვო პუნქტები მთლიანად აზერბაიჯანი-ირანის საზღვარზე, ზუსტად არაქსის, მდინარე არაქსის გასწვრივ. მთავარი გამოწვევა ირანისთვის ამ შემთხვევაში არის დიდი თურქული კავშირის შექმნა მის ჩრდილოეთის საზღვარზე და დიდი თურქული კავშირის შექმნა ქმნის სეპარატისტულ რისკებს ჩრდილოეთ ირანში. ეს ყველასათვის ნაცნობი ფაქტი, ჩრდილოეთ ირანი დასახლებული არის აზერბაიჯანელებით, დაახლოებით 10-დან 15 მილიონამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს ქალაქ თავიზი, დედაქალაქი აღმოსავლეთ და დასავლეთ აზერბაიჯანის რეგიონები, ესეთი რეგიონული ტოპონიმები არსებობს ჩრდილოეთ ირანში. ირანის ეჭვებს ამძაფრებს ის მოცემულობაც, რომ ვაშინგტონის დეკლარაციის ხელმოწერის შემდგომ შეერთებულმა შტატებმა სამხედრო შეიარაღებაზე ემბარგო მოუხსნა აზერბაიჯანს, რომელიც მას 2023 წლის შემდგომ ჰქონდა დაწესებული. შესაბამისად, მომავალში შეიძლება ვიხილოთ გაზრდილი სამხედრო ნაკადები აზერბაიჯანის მიმართულებით, როგორც შეერთებული შტატების მხრიდან, ასევე თურქეთისა და ისრაელის მხრიდან, რაც დამატებით გამოწვევებს უქმნის ირანს, რომელიც შეიძლება ვთქვათ, რომ აქტიურ ომში იმყოფება ისრაელთან, ხოლო თავად თეირანი აზერბაიჯანს მიიჩნევს ისრაელის პასიურ მოკავშირედ. ასევე აზერბაიჯანის მასიური შეიარაღებით სამხრეთ კავკასიაში სამხედრო ბალანსი შეიცვლება, რაც მომავალში სომხეთის უსაფრთხოების რისკებს კრიტიკულ ნიშნულამდე მიიყვანს, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი დანაპირები ან შეთავაზება სომხეთის მიმართ შეერთებულ შტატებს არ გაუკეთებია, ხოლო თავად სომხეთის უსაფრთხოების ქოლგა ბოლო წლებში შესუსტებულია, გამომდინარე იქიდან, რომ ოფიციალურ ერევანს აღარ სურს აქტიური წევრი იყოს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასვათ ისიც, რომ ვაშინგტონის დეკლარაციით სომხეთმა პრაქტიკულად უარი თქვა როგორც მის სატრანზიტო ფუნქციასა და პოტენციალზე, ასევე საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებასა თუ გარანტიების მიღებაზე. ვაშინგტონის დეკლარაცია ცხადია გარკვეულწილად ზრდავს რუსეთის გავლენებს და მის სამხრეთ კავკასიაზე და მის ისტორიულ მოკავშირეებზე სომხეთის რესპუბლიკამ მაკროფებელებაში, ასევე მე ვახსენე, რომ ეს 2020 წლის ერთ-ერთი პუნქტი მას უნდა გებოდა ამ დერეფნის კონტროლი, მაგრამ ეს ამ დეკლარაციით გადადის შეერთებულ შტატების კონტროლქვეშ. ამას თუ დავამატებთ ირანული მხარის განცხადებებს, გარკვეულწილად არის უფრო ხისტი და რბილი უკმაყოფილება მოსკოვისა და თეირანის მხრიდან,
და თუ ისინი საომავლოდ სხვადასხვა ფორმებით არ იქნება ჩართული ზანგეზურის დერეფის განვითარებაში იქნება სავაჭრო ეკონომიკური საინვესტიციო პაკეტები არ იქნება შეთავაზებული. მათთვის კატეგორიულად ესე მიუღებელი იქნება ესე დიდი თურქული რკალის შექმნა მათ შორის რუსეთის სამხრეთით და ირანის ჩრდილოეთით და როგორც ასე შეიძლება ვთქვათ, ზანგეზურის დერეფანი ქმნის პოტენციურ განვითარების ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს, ასევე შეიძლება ის გახდეს დიდი კონფლიქტის წარმოქმნის ცენტრიც. ამიტომ გარკვეული ბალანსი თუ არ მოიძებნება ჩვენ ესე გადაჭრით ამ დერეფანს და იქნება თუ არა ის პრაქტიკაში განხორციელებული და განხორციელდა ეფექტურად გამოყენებული ამ სავაჭრო სატრანზიტო ფუნქციისთვის.